მოგესალმებით. დღეს 2055 წლის 18 აგვისტოა და მე თამარ ლეკვეიშვილი გაგაცნობთ ქვეყანაში მიმდინარე ყველაზე აქტუალურ თემებს. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მას არ ეშინია 827 ტალღის, რადგან ვაქცინაციის ცხრას 94 დოზამ შესანიშნავად უმკლავდება ამ ვერაგ ვირუსს. თავარია მკლავმა გაგვიძლოს. ბადრი ესებუას მიერ შექმნილმა ბანკმა ესებ ბანკი და შსს-მ გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ჩვენი პოლიციელები ხელფასს სწორედ ბადრის ბანკში აიღებენ. პოლიციელებს კუთვნილი ხელფასი ბადრი ბარათზე დაერიცხებათ. გუშინ საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი 2 რიგით მეასე კანონიერ მფლობელს გადასცა და რადგან ეს იყო რიგით მეასე დამრგვალებული რიცხვი, სასამართლომ დააწესა დამატებითი პრიზები. მაშასე რუსთავი 2-ის ახალი მფლობელებისთვის პრიზები ასეთია: 200 ლარიანი ვაუჩერი ტექნიკის სახლში და მუსიკალური დუეტი პაატას სალიასთან. ვეტერანმა ოპოზიციონერმა და ფოტომოდელმა ნიკა მელიამ ჟურნალ Playboy-ისთვის წელს ზემოთ გაიხადა. შეგახსენებთ, ის ვაშინგტონში ოფიციალური შეხვედრის შემდეგ დარჩა და სამოდელო კარიერა გააგრძელა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნიკა მელია ამერიკის ყველაზე პოპულარული ადამიანების ათეულში მოხვდა. არ გავიხდი და ვერ გადამიღებთ. ხუმრობით აცხადებს თავის Facebook გვერდზე ნიკანორი. მოგესალმებით. დღეს 2064 წლის 20 აგვისტოა და დღის მთავარ ამბებს, რა თქმა უნდა, მე თამარ ლეკვეიშვილი გაგაცნობთ. ნიკანორ მელია კვლავაც აცხადებს, რომ 126 წლის ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად მხოლოდ ოპოზიციის 50-მე საიუბილეო გაერთიანებაა საჭირო. ის ასევე ფიქრობს, რომ სწორედ ეს საიუბილეო გაერთიანება იქნება ივანიშვილის დასასრულის დასაწყისი. ამის პარალელურად ოპოზიციის აქციაზე გამოსული 8 ადამიანი სპეცრაზმას სასტიკი ყვირილით დაარბია. დღეს მოხუცი ვახტანგ მეგრელიშვილი პარლამენტში ტანზემო ჩიშველი მივიდა, ხოლო ქვემოთ შოტლანდიური კილტი ეცვა. საბედნიეროდ მოხუცს მალე მიაკითხეს ოჯახის წევრებმა და იგი სახში უვნებელი მიიყვანეს. მოგესალმებით. დღეს 2080 წლის 12 ოქტომბერია და გამოშვებას ვიწყებთ ყველაზე ცხელი ამბებით. ქართული ოცნების დეპუტატი ლადო კახაძე სიხარულით გვამცნობს, რომ პლანეტა კეიპექს 722-ზე მეცნიერებმა წყალი აღმოაჩინეს, ასე რომ თავისუფლად შეგვიძლია ამ პლანეტის მიწა-წყლის სადღეგრძელო შევსვათ. NASA-ს მეცნიერებმა ტექნოლოგიების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მეუფე ნიკოლოს კოსმოსური თანამგზავრი აჩუქეს. ასევე ცნობილი ხდება ის, რომ მეუფეს 2 წელიწადში ილონ მასკი იუპიტერზე წაიყვანს. აღსანიშნავია ისიც, რომ მეუფე წლევანდელ წელს iPhone Pro 71-ით შეხვდა. 25 წლის ჰაკერმა COVID-51-ის ვაქცინით აცრილი მამაოს ტვინში Bluetooth-ის მეშვეობით შეაღწია და გონებიდან მერვე მცნება არ იპარო წაუშალა, რის გამოც ჰაკერს 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ხოლო მამაოს წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 1 წლით მონასტერში გაუშვებენ. ქეთი დოლიძეს დღემდე ვერ გაუგია, რას აკეთებენ კოსმოსური ხომალდის ქვეშ დაბოდებული ელიავას მუშები. ახლა კი ერთი სპორტული სიახლეც. 1991 წელს თასების მფლობელთა თასი ჩვენ მოვიგეთ. და ბოლოს, მიხეილ სააკაშვილმა ისევ დააანონსა ჩამოსვლა. უბრალოდ ახლა უკვე ზუსტად არ ახსოვს სად უნდა ჩამოვიდეს. დიახ, ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია და დღეს მე ამით გემშვიდობებით. ნახვამდის მომავლის იმედი, ნუ მოგიშალოთ ღმერთმა.